რუსული აგრესიის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ ჰააგის სასამართლომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყო. ფატუ ბენსუდას ოფისი იძიებს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. აგრესორი ქვეყნის დიპლომატიამ გამოძიების დაწყებისთანავე თქვა უარი ჰააგასთან თანამშრომლობაზე. კრემლში თქვეს, რომ ოსი და რუსი სამხედროების წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მათ იმედები გაუცროა. ეს ერთადერთი საერთაშორისო გამოძიება არ არის სტრასბურგის სასამართლოში, ასევე შესულია საქართველოს არჩელი რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2, რომელიც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას ეხება. ოსის ბიჭი გადავიდა იმათკენა და ის დახვებოდა და ის უკიდებდა ცეცხლს. გეგმა ზომიერად პირდაპირ დამიზნებით სახლებზე, საცხოვრებელ სახლებზე იყო პირდაპირ დამიზნება артиლერიით. ფაქტები, რომელზეც 8 წლის შემდეგ იხსენებენ ათასობით მსგავს ისტორიასთან ერთად საერთაშორისო სასამართლოების განსახილველ საქმეებში დევს. ის რასაც ახლა კამერების წინ ყვებიან, უნდა უთხრან იმ გამომძიებლებსაც, რომლებიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოძიებას აწარმოებენ. ჩემი ქმარი ლოგინში იწვა და მე მივედა გადავეფარე, რომ მოხუცებულია და ხმა არ გასეჩული ეს რომელი ერთი მეომარი ესანახეთ მეთქდა. ქართულად ნულაპარაკობო მოვიდა და ასე ავტომატიზე ისე დამადო. ავიაციით და артиლერიით პირდაპირ დამიზნებით ნადგურდებოდა სახლები. ვინც იყო დარჩენილი, მოხუცები, ქალბატონები, ეგენი ბევრი ემსხვერპლა. ფატუ ბენსუდას მოთხოვნის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინა სასამართლო პალატამ პროკურორს ომის გამოძიების გაგრძელების ნებართვა მიმდინარე წლის იანვარში მისცა. სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებულ კონფლიქტში დაფიქსირდა იძულებით გადაადგილება და დევნა, სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმა მშვიდობის მყოფელებზე ძარცვა და ქონების განადგურება. ეს არის პირველი რომელიც ევროპის კონტინენტზე მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს ეხება და ეს არის საქმე, სადაც ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე მხარე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო რუსეთი. ამიტომ როგორ გამოიძიებს ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომს, იქნება მნიშვნელოვანი ტესტი სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ეფექტურობისთვის. არასამთავრობო სექტორმა საკუთარი მასალები და მტკიცებულებები ჰააგის სასამართლო პალატას გასული წლის ნოემბერში გაუგზავნა. ამან გაამყარა პროკურორ ბენსუდას მოთხოვნა გაფართოებულიყო გამოძიების არეალი. ჰააგის სასამართლომ გამოძიების დაწყების ნებართვასთან ერთად ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. პროკურორის ოფისი შეისწავლის ისეთ ფაქტებსაც, როგორიცაა სამხედრო ტყვეების წამება და სამოქალაქო პირთა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანება. ამას აქვს პრევენციული მნიშვნელობაც და სიმბოლური მნიშვნელობაც, რომ მსხვერპლები საერთაშორისო დონეზეც იქნენ აღიარებული. გამოძიება ომის მსხვერპლთათვის ეს გზავნილი ბენსუდას ოფისის წარმომადგენლებმა თბილისში სტუმრობისას გააჟღერეს. თუმცა წინასწარი მოკვლევის ეტაპზე თანამშრომლობის მიუხედავად, ომის დანაშაულის გამოძიება ჰააგის პროკურორს რუსეთის მონაწილეობის გარეშე მოუწევს. თანამშრომლობაზე კრემლი უარს ამბობს. მიზეზად რომის სტატუტს ასახელებს, რომელზეც ხელმოწერის მიუხედავად რუსეთში მისი რატიფიცირება არ მომხდარა. იმის გამო, რომ საგამოძიებო მოქმედებები გამომძიებლებისა და მოწმეების უსაფრთხოების მიზნით მკაცრად გასაიდუმლოებულია, უცნობია ჩავიდნენ თუ არა გამომძიებლები ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბრალდებულების შესაძლოა იყვნენ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური პირები. ეს არის ეთნიკური წმენდა ქართველების აგვისტოს ომის დროს, რომელზეც ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ჩვენს მტკიცებულებებს გაიზიარებს და მეორე მიმართულება ძირითადი ერთ-ერთი არის ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და ზოგიერთი მათგანის მკვლელობა. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე მერვე წელია საქართველოს რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების 8 პუნქტის დარღვევისთვის პასუხს თხოვს. წამება და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ეფექტური და სამართლებრივი დაცვის უფლების, საკუთრების დაცვის, განათლებისა და გადაადგილების თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა და სასამართლო მალე ზეპირი მოსმენის ეტაპზე გადავა. რა დრო დასჭირდება ჰააგას გამოძიების სამხედრო ტრიბუნალამდე და სტრასბურგს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლიანობის შეფასებისთვის ჯერ უცნობია.